Terron Petersons ესაუბრეთ ქალბატონი როხაიათ. დიახ, კარგი. მაშინ პირველ საათზე ჰოლდინგში ველოდები. მადლობთ. პროექტ აზიური კოშკებისთვის შესაფერისი პარტნიორი ვიპოვეთ ქალბატონო შაჰრაზად. კარგია. კარგი კი არა, ძალიან კარგია. ქალბატონი ბენუს პროექტი განხორციელდება. ბენუს გამო ძალიან მიხარია. კარგი იქნება ბინიაფის გამოც თუ გაგიხარდება. ბინიაფის გამოც მიხარია. შაჰრაზად. არ გინდა. მე არაფერს ვაკეთებ ანორ. მე შევეგული. რაკ დამხდი რომ შენ სოკროს გალიაში გამოვიკეტო. შენთვის ასეთი რამ არ მეთხოვია. ამას რატომ ებუნები გულს რატომ მდგენ? აბა რა გინდა ჩემგან? არ გინდა რომ ვიმუშაო, არ გინდა რომ მეგობრებს შევხვდე. რა გავაკეთო რომ შენი ნდობა დავიმსახურო რა? გეყოფ გთხოვ. არა და მე გენდობი. კარგი, შეიძლება ადრე შენ მიმართ უნდობლობა გამოვამჟღავნე, მაგრამ ამის მიზეზი შენ არ იყავი. იესემინი იყო. ამის გამო ნებისმიერი ქალი შეწუხდებოდა. კარგი, მართალი ხარ, ეს აღარ განმეორდება. ოდის გიხდი. სიტყვას გაძლევ. მე რამდენად მაძლევ სიტყვას ონორ. ასე ძალიან რომ არ მიყვარდე. რა სიზამთე? სიცოცხლეს გაგიმწარებდი. ისედაც მიმწარებ. დღეს საჭიროა რომ სამსახურში ადრე წახვიდე. არა, საჭირო არ არის. შვილო, მართალი ხარ, მესმის შენი. იმ გოგოზე დაქორწინება არ გინდა, მაგრამ როგორ ჩანს, ახლა მტკიცედ გადაწყვიტა რომ ცოლად გამოყვეს. დღეს ვენებიც გადაიჭრა. მაგრამ ხოლზე კაისერიში წავა და კარდაკარიბლის. ამამბავს გაავრცელებს, ტელევიზიითაც კი გამოვა. მამა, ტყუილად მელაპარაკები. ალი ქემალ. ამ გოგოს ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. კარგი. ნუღელა. ჩემ შეცდომაზე პასუხს ვაგებ. აჰუზე დავქორწინდები. შემოდით. Günaydın. დილამშვიდობისა. მოხვედით გოგოებო. დილამშვიდობისა. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მალე გამოჯანმრთელდით. Sağ olun. გმადლობ. ღმერთმა ყველას აარიდოს ასეთი განსაცდელი. ამინ. Çarşaflarını değiştirmeye... თეთრეულის გამოსაცვლელად მოვედით, თუ ინებებთ, ადიქით და გამოგიცვლით. Nasıl kalkacağım bilmem. არ ვიცი როგორ უნდა ავდგე. Biz sana yardım... ჩვენ დაგეხმარებით. Peki ama... კარგი, ოღონდ ფრთხილად. Ver elini. ხელი მომეცი? Hadi gel. მოდი. Ay. Dikkat et. ფრთხილად. Ay çok sağ ol. დიდი მადლობა. ჯაი უკვე დავაყენე, მალე საუზმეც იქნება მზად. Benim yemek yiyecek... ჭამის თავი არ მაქვს ნიმეთ. Ama bir şey... მაგრამ რამე უნდა ჭამოთ ქალბატონო აჰუ. İstemem sağ არ ol. მინდა გმადლობ. Halin yoksa ben... თუ სუსტად ხარ, საჭმელს ოთახში ამოგიტან. Getir o zaman. კარგი. Portakal suyu... ამომიტანე ფორთოხლის წვენით დამიწურე. Olacak ama... გაწუხებ, მაგრამ Ne zaman... რა შეწუხებაა? Sıkarım tabii. რა თქმა უნდა დაგიწურავ. გაჩუმდი. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული იქნება ბატონო აქსალ, უეჭველად. უკაცრავად. მოდი. არ ვიცოდი შეხვედრა თუ გქონდა. უკაცრავად. მოდი, ჩვენი ახალი პარტნიორი უნდა გაგაცნო. გაიცანით ბატონი პეტერსონი. ახალი პარტნიორი? ბატონო პეტერსონი გაიცანით ჩემი პარტნიორი და საუკეთესო მეგობარი ბატონი ქერემინჯოღლუ. ეს ბატონი თერონ პეტერსონია, კომპანია CNC-დან. მიხარია რომ გაგიცანით ბატონო პიტერსონ. მეც მიხარია რომ გაგიცანით. მოდი დაჯიქი. თქვენი შეხვედრა დაასრულეთ და მერე ვილაპარაკოთ. მოიცადე. მაშინ ჩვენი შეთანხმების ასლს მოგცემ. გადახედე. პროცენტი ასე გადანაწილდა?
პირობებიც კარგია. ესე იგი ტენდერში უმონაწილეობთ. რა თქმა უნდა. მოდი დაჯექით დეტალებზე ვიცაუბროთ. რაღაც საქმე მაქვს, რომ წავიდე ხომ არ გეწყინება. როგორც გინდა. გამარჯობა. 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 საჭესთან მე დავждები. კარგი ბატონო. არა. მაღაზიის გადმობარების შემდეგ სეზენი აღარ მინახავს. მეწოდება, მამამისს ედარდობს. აღარ შემოულია? არა. ან შემოიარა და მე არ მინახავს. თუმცა რომ მოსულიყო მნახავდა, ისე არ წავიდოდა. როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობა გქონდათ. დიახ, კარგი ურთიერთობა გქონდა. სეზენი ძალიან მიყვარს, აქავრობას ახალისებს. როგორ გითხრა? ხიარული გოგოა, მეგობრული. მამამისთან ისეთი ურთიერთობა არ გქონდა, როგორც სეზენთან. არა. ფიზიოსემიც კარგი ადამიანია, მაგრამ სულ თავისთვის არის. იმედია კარგად იქნება. რთული ოპერაცია გაუკეთებია, ასე მითხრეს. ღმერთმა ქნას. სეზენს ჩვენი ვალი ჰქონდა 150 ლირა. მაგრამ როგორ უნდა მოვთხოვო? მაღაზიაც დაკარგა, მთელი ფული საავადმყოფოში გადაიხადა. იცი საცხოვრებს. არნაუტქოიში. ერთხელ ნამყოფი ვარ მათ სახლში. ახსოვს მე და სეზენმა ერთხელ მეურადების მაღაზიიდან დივანი მივიტანეთ. მათ სახლს მიაგნებ. თქვენი მივაგნებ? არა, ვერ მივაგნებ. თქვენი ვალიც აქვს? არა. მე მაქვს მისი ვალი. ნია გააკეთე ბაბა? მამა, რატომ ადექი? ხომ თქვი არ ადგებიო? ეგრე არის. ერამეს ანგარიშობ? არა. ეს რას უნდა ვანგარიშობდე? საჭმელი თუ გვექნება შევჭამთ, თუ არა და რამეს მოვიფიქრებთ. ამდენ სოლოსთან ერთად კეთილი საქმეებიც მაქვს ნაკეთები. ამიტომ ღმერთმა შენნაირი კარგი შვილი გამომიგზავნა. მოდი აქ. მოდი. აქ მოდი. აი ძმაო, ეს სახლია. აი გამომართვე. 150 ლირა სეზენის ვალი. დანარჩენი შენი იყოს. აბა, შევთანხმდით? ძმაო, ბარემ ტაქსის ფულიც მოგეცე. მიდი ახლა მოშორდე აქედან. მადლობ ძმაო. მუსიკა კიდევ როდის უნდა დაწერო? აღარ დავწერ. დაწერე. ნახოთ. ხორციანი მაკარონიც გააკეთე. კარგი. არა მამა. მე შენი ვალი არ მაქვს. შენ გაქვს ჩემი ვალი. ალი კემალ. კარგად დაფიქრდი შველა. დასაფიქრებელი არაფერია დედა. მოსახდენი მოხდა. ო, მაგრამ მე ძალიან ინანებ. ყველაზე დიდი სინანული მაშინ მიგრძენი ჯანსელი რომ დავკარგე. ჩემო უიღბლო ალი კემალ. ბოლოს როდის გავიღიმე დედა? შეგიძლია გამახსენო.
აღიმებული ბოლოს როდის ნახე? ჩემი ბიჭი ხელში რომ ავიყვანე, მაშინაც კი არ ვიყავი ბედნიერი. საკუთარ თავს მსხვერპლად წირავ. ასე როგორ შეიძლება შვილო? აჰუ ისევ რომ სცადოს თავის მოკლა და რომ მოკვდეს დედა, მე როგორ უნდა ვიცოცხლო? ამდენს ვეღარ ვუძლებ. ჩემო ბიჭო. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა ბებია. გოგოებო, მამას არ უნდა მიესალმოთ? მისი ნახვა არ მინდა ბებია. ბუკეთ ეგრა ლაპარაკია. მასთან ლაპარაკი არ მინდა ბებია. არც მე. ერთი წუთით. ახლა მე ვილაპარაკებ. თქვენ მომისმენთ. ის თქვენი მამაა. ხო, შეიძლება შეცდომა დაუშვა. გაწყენინათ, მაგრამ ძალიან უყვარხართ. მაგრამ ბებია. დამაცადეთ ლაპარაკი. თქვენზე პატარა ვიყავი. მამა რომ მომიკვდა. აი მაშინ მივხვდი მის ფასს. მამა თქვენის ფასი უნდა იცოდეთ. და ამიერიდან აღარ აწყენინოთ. კი, მაგრამ ბებია. ვერ გაიგონე რა ვთქვი ბუკეთ? ძველებურად უნდა ვიყოთ. კარგი? ყოჩახ. მიდით, აკოცეთ მამას. მიდით. მამა. შვილო, ჩემო გოგოებო. დეიდა მიხლებანთან მოვედით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ. ფრთხილად საყვარელო. ჩვენ კინოში ვიყავით. მართლა? მოგეწონა? მომეწონა, სასაცილო ფილმი იყო. საღამოშვიდობის ბატონო ონორ. გამარჯობა. ივახშმებ თუ ქალბატონ შახრაზად დაელოდებით. დაველოდებით. როგორც მიბრძანებთ ბატონო. შაჰრაზადი სად არის? თქვენ და ქაანი კინოში რომ იყავით, მაშინ დამერეგა. ბატონ სერდერთან ერთად პროექტს აკეთებს. თურმე ხვალ უნდა ჩააბარონ, ამიტომ მითხრა გვიან მოვალო. კარგი. წამოდი საყვარელო. ხილპირი დავიბანოთ. მადლობ შაჰრაზად. შენ რომ არ ყოფილიყავი ამ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ყველამ ერთად ვიმუშავოთ სერდარ, ნუ აზვიადებ. სერიოზულად? უშენო დამხელა საქმეს ვერ წამოვიწყებდი. გამორიცხულია. კარგი. საკმარისი ამდენი იქება დედება. ხვალინდელ პრეზენტაციაზე წარმატებას გისურვებ. მადლობ. დავედით ბავშვებო, უკვე გვიანია. ყველანი სახლებში. განი, ოფის ხომ დაკეტავ? რა თქმა უნდა დაუშაჰრაზად. ნახვამდის. ნახვამდის. გამარჯობა. გამარჯობა. ჩაძინებია. ოთახში წავიყვან.
ძალიან გამიბრაზდი გვიან რომ მოვედი. რა მეკითხარი? არ გითხოვს, მაგრამ სახეზე გეტყობა. შენი არ მისმე შაჰრაზად. ასე რატომ იდირთავ თავს? მუშაობა არ ჭირდება. ანურ, ადამიანი მხოლოდ საჭიროებისთვის მუშაობს. კარგი. არ მინდა შენთან გამოდი. როგორც გინდა ისე გავაკეთოთ. გალია. ოქროსი. კარგი. გალია. კარგი, არ გინდა გთხოვ. გაჩერდი. საკუთარი თავი მიყვარს. ადრე ასეთი რამის გამო მაგრად გეჩხუბებოდი, მაგრამ ახლა მინდა რომ ჩაგეხუტო და დავიძინო. ისე იღლები აბარა და გემართება. მოდი. დილამშვიდობისა ქალბატონო ნურჰაიათ, ვინმე მხამარ მეკითხა? არა ბატონო, მაგრამ სტუმრები ყავს. ვინ არიან? გამარჯობა. გამარჯობა. დაბრძანეთ. თქვენ ონურაქსალი ხართ, ხომ ასეა? დიახ. თქვენ ვინ ხართ? ბატონო ონურ, შვილი მოგიყვანეთ. ვერ გავიგე? თქვენი ყოფილი ცოლის, ნილის გოგოა. თქვენი შვილი. ეს რა ხუმრობაა? არა, ხუმრობა არ არის. ის თქვენი და ნილის შვილია. ნილი წინა თვეში ავტოავარიაში დაიღუპა, ასე რომ იმედია ბავშვის პატრონობაზე უარს არ იტყვით. ასეთი ტყუილით მას როგორ მიბედავთ? ახლა წადით აქედან. გთხოვთ, წადით. არ გატყუებთ. მისმინეთ, იზმირში გთხოვთ. თუ მომისმენთ, ყველაფერს მოგიყვებით. მოსასმენი არაფერია. მიხვდი რა ინტერესების გამოძრავებს. ახლა დატოვეთ აქაურობა. ბატონო ონურ, გთხოვთ. ბატონო ონურ, რატომ არ მისმენთ? ქალბატონო ნურჰაიათ, მხოლოდ რამდენიმე წუთი. ასე თაღლითებს ჩემს ოთახში შემოსვლის უფლებას როგორ აძლევ? რა? მე თაღლითი არ ვარ, უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო. გარეთ მიბრძანდით მეთქი. რამდენჯერაც გინდა თუ არ ყავით, ეს ბავშვი თქვენი შვილია. დათვას დაუძახეთ. დიახ, არა, საჭირო არ არის. თვითონ წავალთ. ზემოდი შვილო. სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო. ძალიან მწუხვარ. თქვენ დარჩით. ადამიანს რომელსაც სახეზე აზერია რომ თაღლითია, ჩემს ოთახში შემოსვლის უფლება როგორ მიეცით? ბატონო, მითხრა რომ ის გოგონა თქვენი ახლონათესავე იყო. იზმირიდან ჩამოვედითო, დაიჟინა და ველოდებითო და მეც შემოუშვი. რა გითხრა ის პატარა გოგო ბატონი ონურის ვინ არისო? ახლობელი. ქალბატონო ნურჰაიათ, მომისმინეთ, 10 წელია ჩემთან მუშაობთ. ოდესმე გაგიგონიათ ან გინახავთ ვინმე ასეთი ახლობელი ან ნათესავი რომ ყოლოდა? არა ბატონო. ამისთანა შეცდომა როგორ დაუშვით? თქვენი ვალია ამ ოთახში შემოსვლელი და გამსვლელი გააკონტროლოთ. დიახ ბატონო, ბოდიშს გიხდით, ასეთი რამ აღარ განმეორდება. რა თქმა უნდა. შეგიძლიათ გახვიდეთ. სად მივდივართ? ზემოდი. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. თქვენ აჰუ იშლერ თანახმახარ ცოლად გახვეთ ალი ქემალ ევლიაოღლუს. დიახ, თანახმავარ. თქვენ ალი ქემალ ევლიაოღლუ თანახმახარ ცოლად შეირთოთ აჰუ იშლერი.
დიახ. თქვენ მათ თანხმობას ადასტურებთ? დიახ, ადასტურებ, დიახ. მერის მიერ ჩემთვის მონიჭებული უფლების საფუძველზე ცოლფრად გაცხადებთ. გილოცავთ. გმადლობთ. გეამბორები, მამა. ღმერთმა გაბედნიეროთ. გეამბორები, დედა. ღმერთმა გაბედნიეროთ. ბატონო, მადლობა, რომ მობრძანდით. დიდი მადლობა. არაფრის. გილოცავთ, გილოცავთ. გილოცავთ, გილოცავთ. ვერ ვიგერა გამგოგომ რა არ მოიმოქმედა და ბოლოს ცოლად მაინც მოაყვანინა თავი. აბა, ბატონი ბურხანის დათანხმდა. სხვა რა უნდა ეკნა? როგორ ფიქრობ, ალიქემალს უფლებას მისცემდა, რომ გოგო შუაგზაზე მიეტოვებინა? ალიქემალ, სტუმრები შენ წაიყვანე. ახლავე მამა. მადლობთ. არაფერს. მე ფაბრიკაში წავალ. ნახვამდის. იქ დამირეკა. დღეს აუცილებლად უნდა წახვიდე სამსახურში. ხო. დედა მე დამაგვიანდება, ფაბრიკაში ბევრი საქმე მაქვს. ვახშამზე უნდა მელოდებით. ნახვამდის, ნადიდე. წარმატებულ დღეს გისურვებ, ბურხან. შემოდი შვილო, აქ რას გახარ? ზემოთ ავალ. სურათი ჯერ ამ პროგრამით უნდა გახსნა და მერე უნდა შეინახო. საკმაოდ პატარავდება. მართლა დაპატარავდა. მერე ფაილს და არქივებ. გმადლობ, განი, ძალიან ჭკვიანი ხარ. რას ამბობ? მის მინდა საღამოს ჩვენი ჯგუფი წვეულებას აწყობს. შენ წამოდი, ბევრი ხალხი იქნება. რა ვიცი, იქ არავის ვიცნობ. მე რა მოხდა, გაიცნობ. ისე შეიძლება. ჰუნარ. როგორ მიდის საქმეები? კარგად, ძალიან კარგად. განიმ კომპიუტერი კარგად იცის. ოჯახ განი? არა, მარტივი რამე იყო. ქალბატონო ნადიდე, საღამოსთვის რა გავაკეთოთ? საჭმელი. რაც გინდათ ის გააკეთეთ. ან რაც ბურჯულს და ბუქეტს უყვარს ის გააკეთეთ. კატლეტი ან რამე. კარგი. იმედია გოგოები საღამოს ტირილს არ დაიწყებენ. რამე მაინც აჩუქებინათ. ან ნიშნობის ბეჭედია, ან ძვირფასეულობა. რა ვიცი, ერთი ბეჭედი მაჩუქეს და ერთი სამანჯური. ხო, როგორ არა. მაგრამ ვერ გაიგებდი ხელმოწერის ცერემონიალი იყო თუ დაკრძალვის. გონია ამას შევარჩენ? რა თქმა უნდა. შენ როდის ჩამოხვალ? კარგი. რა სიტყვი დაამიხრიბან? ახლა განის გამოცდის დროა. იმედია სულ არ დაკარგავს ჭკუას. მართალს ამბობ, მაგრამ ორივენი ახალგაზრდები არიან სიყვარულის გარეშე, როგორ შეიძლება? გამოცდა წელსაც რომ ვერ ჩააბაროს. ბატონი ბურხანი სახლიდან გააგდებს. ეგეც მართალია. ონურ. საყვარელო. კეთილი იყო შენი მოსვლა. ძირფასო. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა.
როგორ ხარ განი? კარგად არ ამიშავს. სწავლის საქმე როგორ მიდის? ნორმალურად. წელს შეძლებ უნივერსიტეტში ჩავარებას? იმედი მაქვს ბატონო. ყავა ახალი მოდუღებულია, ხომ არ მიირთმევთ? არა, გმადლობთ. ასეთ დროს აქ რა გინდა? შეხვედრა მქონდა და უცებ შენი ნახვა მომინდა. თუ ჩემს შესამოწმებლად მოხვდი. არ გინდა. თავს ცუდად აქვს რომ მაგას რომ მეუბნები. ყოველ წელს მენატრები, ამიტომაც მოვედი. ანუ ასეთი სიურპრიზები ხშირად გამიკეთე ხოლმე. მოგეწონა? რა თქმა უნდა. კარგი, აღარ მოგაცდენ. შენზე მნიშვნელოვანი არავინაა. საღამოს ძალიან დაგაგვიანდება. გარეთ ხომ არ ვივახშმოთ. რამე უნდა ავნიშნოთ? ჩვენი სიყვარული. ყოველდღე რომ აღნიშნოთ, ზედმეტი იქნება. დღეს რა საყვარელი ხარ? კანის სკოლიდან ერთად გამოვიყანოთ, მერე სამივე საავახშმოდ წავიდეთ, კარგი? კარგი. მე უნდა წავიდე. კარგი, 6 საათზე მზად ვიქნები. წავედი. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის. 12 კვირის თავზე გაკეთებული ანალიზები წესრიგშია. თავს როგორ გრძნობთ? გულისწრება შეგიმცირდათ? გულისრევა არც მქონია. როგორ გამოიყურება ქალბატონო ექიმო? უკვე ყველა ორგანო ჩამოყალიბებული აქვს, სახის ნაკვთებიც ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება. სქესის გარჩევა შეგვიძლია, მაგრამ აქ დანახვა რთულია. არა უშავს. სქესის გაგება მაინც არ გვინდა. დიახ, გვინდა რომ სიურპრიზი იყოს. გმადლობთ. ჯერჯერობით 9 სანტიმეტრია. 9 სანტიმეტრი? თითისტოლა. ტონა 20 გრამი. მე 2 კილო მოვიმატე, ხომ ნორმალურია? დიახ, ნორმალურია. ეს ბროშურა გამომართვით. ჯანსაღი ყვება ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გმადლობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. შენ თითისტოლა ბავშვის დედა ხარ. წიგნი დავამთავრე. ვერ მიგიხვდი? ქალბატონი ჰანდანის გადათარგმნილ წიგნზე ვამბობ. 1 საათი ვკითხულობდი, მერე 1 საათი ვფიქრობდი. ვფიქრობდი მე და ონურის სახლში რომ ველოდებოდით, მაშინ რა საკეთებდნენ მეთქი. როგორც იქნა კითხვა დავასრულე, მაგრამ სულ ქალბატონ ჰანდანზე ვფიქრობდი. არ გინდა ფერიდე. დაივიწყე ეს ამბავი. ონური დაქორწინდა, ბედნიერია. უკვე დიდი ოჯახი გაქვთ. მგონი აჯობებს მათზე იფიქროთ. წარსულზე ფიქრით თავს რატომ იტანჯავ? არ ვიცი. არ ვიცი წლების წინ განცდილ ტკივილს ხელახლა რატომ ვიხსენებ. სად მიაპირებდი წასვლას? არა, არსად არ მივდივარ. დღეს ბენო ექიმთან უნდა წასულიყო. ბავშვთან დაკავშირებით, ხო? უკვე გამოსულები იქნებიან. რატომ არ ურეკავ? დარეკე და კითხე ექიმმა რა უთხრა. მე რატომ უნდა დავურეკო? თვითონ რატომ არ მირეკავენ? დაგირეკავენ. მაგრამ ქერემს ძალიან ბევრს ნუ მოსთხოვ. ჩემი აზრით ამ საკითხს ძალიან აზვიადებ. აზვიადებ? ქერემზე ძალიან გავბრაზდი ფერიდე. ვერ ვპატიობ იმ კაცს უკან რომ დასდევდა. შეეცადე გაუგო. შენ სწორედ ასეთი საქციელი შეგეფერება ყოველთვის შეგნებული ადამიანი იყავი. რა ვქნა გული მტკივა. მეგონა ქერემი დედამისზე მკითხავდა და მამის ზებნას არ დაიწყებდა. არა და მინეზე იმდენი რამ მაქვს მოსაყვალი. კითხავს. ნუ ღელავ. მისი ჯერიც მოვა. როდის? ცევალ ძვირფასო. ქერემის მესმის. შეეცადე შენს გაუგო. მინე მისთვის ის დედაა, რომელმაც 1 კვირის შვილი დატოვა და თავი მოიკლა. ადვილი არ არის. ნუ ელოდები რომ ამ ამბავს სასემალე შეეგუება. გთხოვ. მართალი ხარ. მაგრამ რა ვიცი. სქესი გაიგეთ? ჯერ 20 გრამია რა სქესი? 20 გრამი? რას ამბობ?
ისე ხომ კარგადაა? კარგად არის ბიძია. ბიძია, რა მაგარია, ბიძია უნდა გავხდე. რაღაც უცნაური გრძნობაა. ვერ ვაკ ხარ? აქ ვარ ბურაკ. შენ როგორ ხარ? ბავშვი ვიკითხე, შენ გამომრჩე. კარგად ვარ. ველოდები როდის გამათამომებთ. გათამამდე იმსახურებ. კარგი უნდა გავთიშო, მშენებლობაზე ბევრი საქმეა. მერთო ჩემო, ჭკუას მოუხმე და მშენებლობაზე მუშაობ, არა? რა თქმა უნდა, დროებით. კარგად. აბა? ამაშინ წაიკითხავ ხომ ასია? რა თქმა უნდა, პირველმა მე უნდა წავიკითხო. ყველა? დიახ, დავიწყებ და ორ კვირაში ყველას დავამთავრებ. ძალიან კარგი მამა იქნები, კერემ. ძალიან ბედნიერი ვარ. იმიტომ არ მithქვამს, რომ მამაშინი გაგხსენებოდა. არა უშავს. ძალიან მოგშვიდა, მამიკო. მოგშივდათ? რატომ არ მითხარი, ბენო? რისი ჭამა გინდა? მითხარი. რისი ჭამა გვინდა? თევზის. კარგი. თევზის რესტორანში წავიდეთ. წავიდეთ. Şimdi ne oldu? მოხდა რა მოხდა? არაფერი. დედა ჩემს არ დაურეკავს და გამახსენდა. ურეკმაც კი დამირეკა. ყველაზე თავქარიანმა კაცმა. არ დავიწყებია დღეს ექიმთან რომ უნდა წავსულიყავით. დედა ჩემისგან კი არაფერი ისმის. Belki bizim იქნებ ჩვენს დარეკვას ელოდება. rahatsız. ან იქნებ არ უნდოდა რომ შევეწუხებინეთ. ჩემს გამხნევებას ნუცდილობენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. მამა ჩემი ვიპოვე და ამიტომ გამებულდა. ეს ზორის აქციელია. გამარ დაგვაგვიენდა. არა, რას ამბობ? მამა, შვილო, გამარჯობა ქალბატონო სელიმ. გამარჯობა. Kaan çok sabırsız. განმა რომ გაიგო მოაკითხავდით ძალიან გაუხარდა. მართლა შვილო? ხომ არ გაგაწვალოთ? არა, რას ამბობთ? დღეს ძალიან კარგად იქცეოდა. კანი ყველაფერში ჩაგვერთო. შეკითხვებიც დასვა. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. ყველაფერი აინტერესებს. ბევრ კითხვას ვამს. მოგშივდა? წავიდეთ საჭმელად. წავედით. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის, ორშაბა ჩავხვდებით კან. Güle güle. ნახვამდის. უზარმაზარი სურათები ქონდა დედა. აი ამ ხელა. მართლა? მასწავლებელმა რვეული მიყიდა, ნახე. Ne kadar რა ლამაზია ეს შენ დახატე? Bunları sen mi çizdin? შენ თვითონ? Evet. ხო. Baba მამა ნახე. ძალიან კარგია, ოჩახ. ჩვენი ბიჭი მხატვარი უნდა გამოვიდეს. ნეტავ. გამამართი. Hadi Kaan'cığım. მიდი კან, რვეული შევინახოთ და საჭმელი ვჭამოთ. Yemeğimizi yiyelim artık, Kargi? olur mu? Hı hı. Sevgilim საყვარელო რა გჭირს? არაფერი, რატომ ეკითხები? Hiç. ისე. Daldın mı? ჩაფიქრდი და ჩაანზე ვფიქრობდი. ყოველ გეიზრდება. უკვე დიდი ბიჭია. Evet. ხო, Ne güzel. რა კარგია რა. ძალიან კარგია. კარგია რომ ერთი ოჯახი ვართ. Keremcim კერემ ისევ აქ xar? hala oturuyor musun? რა გჭირს? ბენო გთხოვ. Ama ne ჯურაზე შევთანხმდით. Hadi lütfen. გამოდი გთხოვ. Çocuğunun ესე annesi. იგი შენი შვილის დედას უნდა აწყენინო. კარგი რა. ბავშვის დაბადებამდე ყველაფერს გამაკეთებინებ, რაც მოგინდება. დიახ, აბა შენ რა გეგონა? Oh, hadi. წამოდი საყვარელო. წამოდი. Hadi. ადექი. Patlamış mısır? პოპკორნი მოვიტანე. Ayşe. Gmadloba Ayşe. Hadi kızım. Გასინჯეთ გოგოებო. ძალიან გემრიელია. რატომ არ ჭამთ? თქვენ ხომ გიყვართ? აიშემ ამიტომ გააკეთა. Canım istemiyor baba. არ მინდა ბებია. Ama yemeden არ შეიძლება, უნდა ჭამობუქეთ. Bak akşam yemek. ისედაც არ გივახშმეა წესიერად. Canım istemiyor. ხომ თქვი არ მინდა მეთქი.
ბუკეთ. წესიერადი ლაპარაკი შვილო. Aman da aman. შეხედეთ ვინ მოდის. İşte geliyor. მე და გავიწყდით. მეც მომშივდა. მომიყვანე დაუნიმეთ. Ben şimdi... მე საჭმელს გავუმზადებ და კარგად ვაჭამოთ. Ah canım. ძვირფას. რა საყვარელი ხარ? არ შეეხო. Elleme. ხელი არ დააკარო. Ben... მე მოფერება მინდოდა. Hayır. არა. ბოკე ჩველო რას აკეთებს ერთხელია. Ahumsa dokunmayacak. აჰუ ბავშვს არ შეეხება ბებია. უფლება არ აქვს ჩვენს მე შეეხოს. ბუკეთ. მომისმინე შვილო. აჰუ კი არა, დეი და აჰუ უნდა დაუძახო ეს ერთი. მეორე. აჰუ ამ სახლის აჰუს დაუძახებ. აჰუს. სხვანაირად არ მიმართავ. ბუკეთ. Buket. Buket. Ne var? რა გინდა? Yok bir şey. არაფერი. Anneme დედას დავურეკოთ. ararız biraz. ცოტახანში დავურეკოთ. Gel gel. მოდი, მოდი. იმეთ. გისმენთ ქალბატონო ნადიდე. მოდი შვილო. ბავშვი წაიყვანე და ოთახში აჭამე. Peki Nadir. კარგი ქალბატონო ნადიდე. მოდი. ბატონო ბურჰან. ცოტა ხანს ალი ქემალთან მივალ. ალი ქემალ. Oldu işte. მომხედავ. Gördün. ვერაფერს ვეღარ შევცვლი. Hayatım ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა დედა. Ah benim. მერთო რა სულელი ვარ. Füsun. ეს სახლი მაშინაც კი არ იყო ასეთი საშინელი, როცა ფიუსუნი აქ იყო. Ne რა yapacağım? უნდა ვქნა? Ha? Nasıl? ამას როგორ უნდა გავუძლო? Kızlar. ჩემ შვილებს ვეს იზღები. შვილო. ადვილი არ არის. გოგონები ამ სიტუაციას ვერ ეგუებიან. მათი დედა კაისერიში ცხოვრობს. აჰუ ძალიან უყვარდათ, მაგრამ ახლა მას უნდა რომ მათი დედის ადგილი. ბავშვებს ჩვენ მივხედავთ. შენ ზემოთ ადი. იქნებ შენი ცოლის გული მოიგო. Ne? რა? Karım. ჩემი ცოლი? აბა ვინ არის? დღეს ხომ დაქორწინდეთ შვილო? შვილო, ეს სახლი მართლა ჯოჯოხეთს უნდა დაემსგავსოს? კარგი. არ ვამბობ, რომ გოგონები ამ ამბავს ერთ დღეში უნდა შეეგუონ და ახუც უნდა შეიყვარონ, მაგრამ რაც ბუკეთმა ახუს გაუკეთა, სწორი არ იყო. დედა, ასე თუ გაგრძელდება, უარესი მოხდება. წადი შვილო. დაელაპარაკე. კარგად მოიქეცი. შენზეა დამოკიდებული იმ გოგოს გამოასწორებ თუ არა. მიდი შვილო. Gücüm yok. ამის ძალა არ შემწევს დედა. განადგურებული ვარ. რატომ არ გესმის? ნუ სულელო, ბალიქემალ. წინ ხან გრძივი ცხოვრება გელოდება. თავი ხელში აიყვანე, მიდი. ეს სახლობანას თამაში არ გეგონოს. ის გოგოც ადამიანია. მიდი შვილო, მიდი. Ali Kemal. ოღონდ მიყვარდი. Ben seni ალი ქემალ. ta çocukluğum. ბავშვობიდან შენზე ვუცნებობდი. ეს შენც იცი. Ben hep seni... ყოველთვის მინდოდა შენი ცოლი ყოფილიყავი. Sen genç kız. ვუცნებობდი, როდის ამის სრულდებოდა ეს ნატურა.
başkasıyla evlendiğini duyunca... შენი დაქორწინების ამბავი რომ გავიგე, გული ძალიან მეტკინა. იცი არ გჯერა, რასაც ვამბობ. როგორ არ მჯერა? ყველა ფიქრობს რომ მახეში გაგაბი. yapıyor. Halbuki odama ჩემს ოთახში რომ შემოხვედი, ხომ მითხარი დავქორწინდებით, მიყვარხარ, უშენო ციცოცხლე არ შემიძლიაო. მითხარი. იაჰო, გითხარი. რა ვიცოდი რომ მატყუებდი, თორემ იმ ღამეს კარს როგორ გაგიღებდი. შენი აზრით ასეთი უზნეო ვარ? ამას რატომ ამბობ? ორივეს გვინდოდა ერთად ყოფნა. niye böyle ახლა რატომ გამირბიხარ? benden nefret ediyor? თითქოს გეზიზღები. Tamam. მართალია. შეცდომა დავუშვი. მაინტერესებდა გოგონები ჩვენთან იცხოვრებდნენ თუ არა. ეს არ მოგეწონა? ო. შემეშინდა, აჰუ, მეგონა ჩემი შვილები არ გინდოდა. Düşüncesiz. დაუფიქრებლად მოვიქეცი. O kadar seviyorum. ისე ძალიან მიყვარხარ, Sadece sen ve ben olan... რომ მინდოდა მხოლოდ მე და შენ გვეცხოვრა ერთად. ასე მქონდა წარმოდგენილი, თორემ ბავშვები ძალიან მიყვარს. Senin kızın... ჩემ შვილებად მიმაჩნია. Umut'tan უმუთი ჯერ ძალიან პატარაა. o beni მინდა შვილივით გავზარდო. izin ver bak. მომეცი უფლება რომ მიყვარდეს და დედობა გავუწიო. კარგი, აჰუ. კარგი ძვირფასო. Sarılma. მომეხვია ალიქემა. Beni hiç bırakma. არ მიმოტოვო გთხოვ. არ მიგატოვებ. კარგი, ნუტირი. ხო. Seval'in... გალბატონო სევალ, სტუმრები მოვიდნენ. მობრძანდით? დედა, ჩვენ მოვედით. წინასწარ არ გაგაფრთხილეთ. არა უშავს. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. Biz... დღეს ძალიან აღელვებულები ვართ. წარმომიდგენია. ყველაფერი კარგადაა? გინდა რომ შენი შვილიშვილის პირველი ფოტო ნახო. ჩემი შვილიშვილის? ო, შენი შვილიშვილის. აი. ნეტავ დედა შენი მოსწრებოდა ამ დღეს. ნეტავ ეცოცხლა. დედა, გთხოვ, იმიტომ კი არ მოვედი რომ ინერვიულო. მე მგონი ყველაფერი არასწორად გაიგე. ო. მინდოდა ის კაცი მომეძებნა, ოღონდ იმიტომ არა რომ მამამ ჭირდებოდა. მაინტერესებდა დედას რატომ მოექცა ასე საშინლად. მერე კითხე. ო. კითხე. უცნაურად ჩაცმულმა იმ საწყალმა კაცმა, რომელმაც სოფელი თაგვების განიხსნა, გლეხებს ფული მოსთხოვა. თითო თაგვზე თითო ოქრო. გლეხებმა უთხრეს, ფული არ გვაქვსო. იმ კაცმა თქვა, აუცილებლად დაისჯებითო. აუცილებლად დაისჯებითო. ონორ? სძინავს. ხო, დაიძინა. მოდი, მოდი. მოდი. სამსახურში მოხდა რამე? ხედავ რაღაცაზე ფიქრობ. არა. ბევრი საქმე გქონდა, არაფერი მომხდარა. Bana söyleyemediğin რამეს ხომ არ მიმალავ? რას გულისხმობ? ne bileyim. რა ვიცი, თითქოს Sanki hiç... რაღაცაზე დარდობ. ძალიან დაღლილი ვარ, შაჰრაზად. მე მგონი დასასვენებლად უნდა წავიდეთ. გეთანხმები. ცოტა ხნით წავიდეთ. ცოტა ხნით რატომ? საქმეები გაქვს? არ მინდა ქაანმა სკოლა გააცდინოს. გასაგებია.
რა ხდება? ბატონო ონურ, გახსოვთ პარასკევს გოგონა რომ მოვიდა ერთ ბატონთან ერთად. ისევ ის გოგონაა. ის კაცი სად არის? თხოვე რომ გარეთ დაეცადე. ასე თქვა მალე დავბრუნდებიო. წავიდა და აღარ დაბრუნდა. ნახევარი საათია პატარა გოგონა აგზის. უზარმაზარი ჰოლდინგის შესასვლელთან კი ბეძაზის პატარა გოგონა. ხვდებით ეს რას ნიშნავს? არ ვიცით როგორ მოვიქცეთ ბატონო ონურ. რამე მოიფიქრეთ, მოგგვარეთ ეს საკითხი. ის კაცი იპოვეთ, გოგონა წაიყვანოს და წავიდეს. როგორც წინებებთ. ბატონო, თქვენ სახელზე წერილია. დილამშვიდობისა ბატონო ანურ. დილამშვიდობისა, ვინმე მდარეკა? არა ბატონო. პარასკევს რომ ბატონი იყო მოსული, ისევ ის მოვიდა. შენობაში არ შემოვაშვებინე. არ შემოაშვებინეთ, მაგრამ ბავშვი კარტანს ის. მართლა? დიახ, იმ კაცმა დატოვა. დაცვასთან კონდეთ კავშირი. ეს საქმე სასწრაფოდ მოაგვარონ. კარგი ბატონო. ბატონო ონურ აქსალ. გოგონა რომელიც მოგიყვანეთ თქვენი ყოფილი საცოლის, ნილ ოზერის ქალიშვილია. ნილი ჩემი ძმის შეყვარებული იყო 3 წელი ერთად იცხოვრეს. 20 მარტს ურლის გზაზე ავარიაში მოყვრენ და ორივე გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც ნილი მიწას მივაბარეთ, მე ვზრუნავ ნილუფერზე. მეც ჩემი პრობლემები მაქვს და რაც არ ვარ ვალდებული, ბავშვი მე გავზარდო. ნილმა თეომანს უთხრა რომ ნილუფერი თქვენი შვილია. გოგონა მოგიყვანეთ, მაგრამ თქვენ არ მიიღეთ. მე ვეღარ მივხედავ. არ მაქვს ამის შესაძლებლობა. ან თავშესაფარში ჩააბარეთ, ან თქვენ გაზარდეთ. კარგად იყავით. ტელეფონის ნომერიზე პირად არიცი? რა ქენით იპოვეთ ის კაცი? ბავშვი რას აკეთებს? სწრაფად მოაგვარეთ ეს საკითხი ბატონო იხსან. სასწრაფოდ. თორე და პოლიციაში დარეკეთ და ბავშვი მათ გადაეცით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გარეთ რამე ხდება? რას უყურებ ასე დაძაბული? არა, არაფერი. ორშაბათს მუშაობა რთულია. ნუ იტყვე. ძლივს გავიღვიძე. მეც ძალიან ცუდად მეძინა. რატომ? რა ვიცი, დილამდე კოშმარები მესიზმრებოდა. ალბათ ბევრი ჭამე. შეხვედრაზე მოდიხარ? ჯერ ყავას დავლევ. კარგი. სხდომათა დარბაზში ვიქნები. კერემ. შეიძლება ამ შეხვედრას არ დავესწრო. კარგი. მე მივხედავ ყველაფერს. შენ დაისვენ. ასე არ შეიძლება. წამოდი შიგნით დაელოდე, აქ შეგცივდება. წამოდი. წამოდი, თორემ პოლიციაში დარეკავენ. არ არის საჭირო. არსად არ დარეკოთ, მე მოვაგვარებ ამ საკითხს. კარგი ბატონო. Adın ne senin? რა ქვია? ნილუფარ. ნილუფერი. Gel bakalım. Zamomqevi Nilufer. Nereye gidiyorsun? სადმე მდივართ?
მანქანაში ჩაჯიქი. კვედი გაიკეთე. შენს ნათესავებთან უნდა წაგიყვანო, თავისუფალი ხარ კამილ. შეგიძლია წახვიდე. კარგი ბატონო. İnanamıyorum. დაუჯერებელია ვენურა საოცარია. Bak Mihriban abla. მიხრიბან ნახე. Yarımızın ikri. ჩვენი პატარას პირველი ფოტოა. Sağ ol. მადლობ. Mihriban abla bir მიხრიბან თუ შეიძლება ერთი წუთით. Kerem Bey çok ქერემი ალბათ ძალიან ბედნიერია. ძალიან დაახლოებით 100 წიგნი იყიდა ბავშვის მოვლაზე. ამბობს ყველა უნდა წავიკითხო. შენ როგორ ხარ? როგორ მიდის საქმე? Aynı. Çalışıyor. ძველებურად მუშაობ. Canım. ძვირფასო რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან მომენატრე. დედა შენს რა ქვია? ნილოს არის სად ცხოვრობთ? იზმირში. იზმირში სახლს მიაგნებ? კი, მივაგნებ. ის კაცი ვინ იყო რომელმაც მოგიყვანა? ჰაკანი, თეომანის ძმა. Kardeşi. თეომანი ვინ არის? Annemin Nedes mekobari. arkadaşıydı. სად ცხოვრობს? ისიც იზმირში ცხოვრობს? Teoman თეომანი და დედა ავარიაში მოყვნენ. trafik ორივე kazası. გარდაიცვალა. İkisi de öldü. ორივე. Annem bu. ეს არის დედა ჩემი. Derinlik iyi olmuş. შიდა სივრცე კარგია. ხო, მაგრამ უფრო მეტი მჭირდება. Yaratmak istiyorum. ბევრი სამუშაოა. Bu kadar iş იმედია გახსოვს რომ გათხოვილი ქალი ხარ. yapamıyorsun herhalde. Zaten ონური მახსენებს ყოველ წამს. რას გულისხმობ? არაფერს. yani hani ბავშვის გაჩენას არაპირებთ. ქანს და ან ძმა არ უნდა. Kaan'a bir kardeş falan. Hiç ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია, არ ვიცი. არ გინდათ? istiyoruz. როგორ არ გვინდა? ძალიან მინდა რომ ონურთან შვილი მყავდეს. Şehrazat en შეხრაზად იჩქარე. ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებიან. Bak iyi insan lafın üstüne ararmış görüyor. ვახსენე და დარეკა კიდეც. Onur ონურ, შაჰრაზად საყვარელო. სასწრაფოდ იზმირში უნდა წავიდე. საქმე მაქვს. nereden çıktı? იზმირში წასვლა რატომ გადაწყვიტე? ინჟინრების შეხვედრა იმართება, მეც მიმიწვიეს. Niye da ადრე რატომ არ შეგატყობინეს? ბოლო წუთს მიწვევა როგორ შეიძლება? გაუგებრობა მოხდა. akşama döner? საღამოს დაბრუნდები? თვითმფრინავით რომ წასულიყავი დაუბრუნდებოდი, მაგრამ მანქანით მირჩევნია. Keşke uçak ჯობდა თვითმფრინავით წასულიყავი, ძალიან დაიღლები. იქ მანქანა დამჭირდება. Peki canım. კარგი ძვირფასო, როგორც გინდა. რომ ჩამოხვალ დამერეკე, კარგი? ხომ იცი ვინ ერვეულებ? კარგი დაგირეკა, ნუღელა. თავს გაუფრთხილდი. Sen de. შენც. Hoşça kal. ნახვამდის. Onur Bey şehir. ბატონი ონური ქალაქგარეთ მიდის? ხო, იზმირში. Aman bitmiyor. საქმე არასდროს არ მთავრდება. ბალახების ჩაი მოგიტანებენო. რატომ შეწახდი მიხრიბან? გმადლობ მიხრიბან. რა შეწუხებაა? Mihriban მიხრიბან, ტელეფონზე გირეკავენ. isim სახელი არ წერია. ალო? გამარჯობა მიჰრიბან, ჰალდუნი ვარ. ჰალდუნი? ზუჰრესმა.
ჰალდუნ, გაგიგვირდა? სად ხარ? ბაქოში ხარ? დიდი ხანია სტამბოლში ცხოვრობ. ვაპირედი შენთან დარეკვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. არა უშავს. წინა კვირას ბაქოში ვიყავი, ზუჰრემ საჩუქარი გამოგიგზავნა. თხოვა დაურეკე და მიეციო. გმადლობ. რატომ შეწუხდა? ნახე, ესეც ლამაზია. გავიგე რომ არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობ. მართალია. მისამართი მითხარი შემოვივლი და საჩუქარს გადმოგცემ. ჩენგელ ქუეში ვართ. მართლა? მეც ახლოს ვარ. ფენერბახჩეში. საქმე თუ არ გაქვს მოვალ? არ მინდა რომ შეგაწუხავ. ამას არა, ახლა ამას ირჩევენ. არ შეწუხდები? ზუსტი მისამართი მითხარი. რომელ კლასში ხარ? მეორეში. კარგად სწავლობ? ბებია როგორ არის? ისიც იზმირში ცხოვრობს? ბებია რომ გარდაეცვალა ცოტა ხანი თავშესაფარში ვცხოვრობდი. თეომანი ძალიან გიყვარდა? ყოველდღე თეომას გამოვყავდი სკოლიდან. რა საქმიანობდა? სახლში მუშაობდა კომპიუტერთან. პროგრამისტი იყო? ნილოფერ, ავარია როგორ მოხდა? სწრაფად მოძრაობდნენ? ის და დედა ურლიდან ბრუნდებოდნენ. ჩემს მასწავლებელს დაურეკეს ნილოფერი დაგველოდოს, მალე მოვალთო. სვანათესავი არ ყავს? მარტო ჰაგანს იცნობ? მამა ვინ არის? გამარჯობა. გამარჯობა. გაბალდონ მიჰრიბანს ვეძებ, საჩერილება მისი ნახვა. მოგზანდით. მიჰრიბან? ჰალდუნ, კეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობ. გაიცანი, ეს შაჰრაზადია, ჩემი მეგობარი. ჰალდუნი ბაქოდანაა, ჩემი ძველი მეგობარია. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. არ დაჯდები? ჯერ საჩუქარს მოგცემ. ზუჰრე, რატომ შეწუხდა? რა არის? არ ვიცი, გახსენი და ნახე. რა ლამაზია. ძალიან მომეწონა. შენ როგორ ხარ მიჰრიბან? ახალი რა არის შენთან? არაფერი. უკვე აქაური გავხდი. ბაქოში აღარც მივდივარ. ზოგჯერ ძალიან მენატრება. მაგრამ სხვა გზა არ არის. მართალი ხარ. სამშობლოდან შორს ცხოვრება ძნელია. შაჰრაზადი სულ მეუბნება წადი ბაქო მოინახულეო, მაგრამ იქ აღარავინ დაბრჩა. ბოლოს ქადიმის მოსაძებნად ჩავედი. გავიგე, ქადიმის ამბავი ძალიან მეწყინა. ვიზიარებ შენს წუხარებას. იმ დროს მოსკოვში ვიყავი და ვერ დაგირეკე. მიჰრიბან, აქ ხშირად ვიკრიბებით, მეგობრები. ამ საღამოსაც ვაპირებ ჩეხვედრას, შენც წამოდი. ვივახშმებთ, აზერბაიჯანულ სიმღერებს ვიმღერებთ, დარც გავიქარვებთ. ხო ვიცი, ბაქოს ძალიან შევეჩვიე. ვიცი, ჩვენზე მეტად შენ გიყვარს ბაქო. რა სიტყვია, წამოხვალ? არ ვიცი, არავის ვიცნობ. მე ხომ მიცნობ. ფაზილეთის მოვა. ფაზილეთი აქ არის? ხო, უკვე 2 წელია. აქ ორ კაცი გათხოვდა. ძალიან ბედნიერია. ძვირფასო ვღელავდი შენზე. ჩახვედი?
უკვე იზმირში ვარ. ახლა სასტუმროს ნომერს ავიღებ და მერე შეხვედრაზე წავალ. ალბათ ძალიან დაიღალე არა. ნუ ღელავ, კარგად ვარ. კანი როგორ არის? კარგად, ის დაბებია ხატავენ. დედა მოვიდა? ხო, თორმე ძალიან მოენატრა კანი და სიურპრიზი მოგვიწყო. ონურია? მოკითხვა გადაეცი. ოთხარი ძალიან ნუ დაიღლის თავს. ქალბატონი ფერიდე მოკითხვას კითხვის. გავიგონე. შენც მოიკითხე. კარგი. კოცნი ძვირფასო. დროებით. იზმირში რატომ წავიდა? მოულოდნელად მიიწვია შეხვედრაზე და სასწრაფოდ გაემგზავრა. ჯობდა სხვა გაეგზავნა. მარტო რატომ დაგტოვათ? მარტო არ ვართ ქალბატონო ფერიდე, თქვენ ხომ ჩვენთან ხართ? შეგიძლია ხედა მიხატო ბებია ფერიდე. ბებია დამიძახე? არ დაგიძახო? დამიძახე. ძალიან გამიხარდება თუ ბებიას დამიძახებ. არ მოგეწონა? გინდა ტელევიზორი ჩავრთოთ? თუ გინდა დაიძინე, ალბათ დაიყალე. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. სად უნდა წავიდეთ? შენ სკოლაში, სახლში. იმდენს ვივლით, სანამ შენს რომელიმე ნათესავს არ ვიპოვით. არავინ არ მყავს. შეყოლება. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე. Beni bırakacak mı? აქ უნდა დამტოვო. აბა გირჩევნია უცხო ადამიანთან იცხოვრო? Yeter ki რომ დავწვევი შუქს ჩააქრობ. აჩავაქრო? გეშინია? annem onu დედა არას დროს არ აქრობდა ოთახში შუქს. კარგი, არც მე ჩავაქრობ. bir gece rüya ერთხელ სიზმარში გნახე და ვიტირე. ağladım. შენ ხომ არ მიცნობდი? Annem დედამ გაზეთში მაჩვენა შენი ფოტო. bu senin baban მითხრა ეს არის მამა შენიო. ama sen შენ არ გინდოდა რომ გავჩენილიყავი. annem დედას უნდოდა. ჭკუ არ უნდა ისალო ბურაკ. შეუძლებელია. ვერ მოიგებ. გამორიცხულია. ჯერ მოიცადე მერტ. თავიდან დავუთმე, ახლა შემეჯერია. ნახავ. შენ გონია რომ მოიგებ. რამეს დალევთ? მე არ მინდა, მაგრამ ბუროქს რამე ძლიერი დაუსხი. რა ხდება? სად რა ხდება? რატომ უყურებ იმ გოგოს? რა სისულელესებობ მელეკ? ბურაკ, ნერვები არ მომიშალო. უხერხულია, როგორ არ გწვენი, აქ მაინც არ ვიყო. მელეკ ნუაზუიადე, ბეთყობა მოგეჩვენა, კარგი რა? არაფერიც არ მომეჩვენა, ბრმა კი არ ვარ. ბრმა რომ არ იყო ამ ბურთს ხელიდან არ გაუშვებდი. ხედავ რომ მე ვიგებ და ამიტომ ბრაზობ. იცოდე დაგამარცხებ. ბევრს ნულაპარაკობ, ითამაშე, თვალები გაახილე, მიდი.
ონურ ძალიან გთხოვ. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო, გაფრთხილებ. გთხოვ არ გინდა. ყველაფერს ნუ გააფუჭებ. შენ გააფუჭე ყველაფერი. დამთავრდა ნილ, დამთავრდა, ყველაფერი დასრულდა. მე მივდივარ. შეცდომა დავუშვი, ვაღიარებ. მაგრამ ხომ შეიძლება რომ დავივიწყოთ? დავივიწყოთ? ასეთი რამე როგორ უნდა დავივიწყო? შენ მიღალატე ნილ. არ გინდა გთხოვ, ვორსულად ვარ. დარწმუნებული ვარ ბავშვის ხვისია. არა, შენია გეფიცები. İyi uykular Kaan. რამე მშვიდობისა კან. მამა მშვიდობისა ბებია. Güzel ტკბილ ძილს გესურვებ. İyi geceler. მამა მშვიდობისა. iyi geceler anne. მამა მშვიდობისა შვილო. Buyurun. მობრძანდით. Kaan. ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ კანი ბებიას რომ მეძახის. Bunu bilemezsiniz Şehrazat. ქანს ძალიან უყვარხართ ქალბატონო ფერიდე. Derdi o. მეც მიყვარს. İnşallah. ემედი მაქვს ონურსაც მალე ეყოლება შვილი. Örtmek nasip olur bana. İnşallah. ღმერთ მაქნას. Yürüyüş. იმ დღეს სასეირნოდ რომ წავედით. Torununuzu kucağına. შენ მითხარი შვილი გეყოლებათ და მიხვდებით რომ ბედნიერი ხართო. Hem aklımı başıma მაშინ მოვიგე გონს. hem de მადლობელი ვარ ამისთვის. sevdiniz beni. ქალბატონო ფერიდე. Ben o gün çok ileri gittim. ხვდები რომ იმ დღეს ზედმეტი მომივიდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. არა. Bana o იმ დღეს ძალიან გამახარე შაჰრაზად. yapmış oldunuz Şehrazat. Umarım იმედია მალე გავიგებ სასიხარულო ამბავს. Onur'la hiç ამ საკითხზე უკვე ესაუბრე ონორს. konuşmadım. ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ Ama ben მე ძალიან მინდა. იმედია უნურიც ასე ფიქრობს. İstemem. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ დამპატიჟე ჰალდუნ. ასეთი საღამოები ვაქოელებისთვის იმართება. მე ნუ მიხდი მადლობას მერიმან. უბრალოდ შეგატყობინე ინფორმაცია მოგაწოდე. მაინც დიდი მადლობა. შენი წყალობით ძველი მეგობრები ვნახე. არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო. თუ მოისურვებ კიდევ წავიდეთ. გავიგე რომ თქვი ღამით არსად დავდივარო. ძალიან ხომ არ დაგაგვიანდა. არა, რატომ მეკითხები? იქნებ სადმე დავსხდეთ ყავა დავლიოთ. რა თქმა უნდა თუ შენთვის პრობლემა არ იქნება. არა, რა პრობლემა უნდა იყოს? კარგი. მაშინ ვისაუბროთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. კარგი. კარგი, შენ მოიგე. წამოდი, რამე დავლიოთ. მოდი ზურფასო. აბა, სამსახურში რა ხდება? ისევ ძალიან ბევრი საქმე გაქვს? ძალიან დატვირთული ვარ. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. რატომ? Asya kuleleri აზიის კოშკების პროექტს ვიწყებთ. ტენდერში ვიღებთ მონაწილეობას. ეს კაცი ძალიან შეიცვალა. დილიდან საღამომდე მშენებლობაზეა, საოცარი ამბავია. pende. მეც მიყვარს. Sen niye mu? იმაგიდასთან რატომ არ მიდიხარ? ახლა რაღა გინდა? Bu konu ხედავ რომ ჩვენი საუბარი არ გაინტერესებს. რა სისულელეს ამბობ, მელეკ? ეს რა შუაშია? sen olmasaydın. გეუბნები ჯობია მიხვიდე. ის გოგო ჩვენ გეყურებს. იმაგიდასთან რა მინდა, ხომ არ გაგიჯდე? Bakışıyorsun. ერთმანეთს უყურებს. Resmen gözünü თავს აწონებ იმ გოგოს. bakışıyorsun. მე მგონი მართლა გაგიჯდე. უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს. Neden acaba? არ მოსმის რატომ უყურებ ვიღაც გოგოს. მე მივდივარ. სადმე დიხარ, მელეკ? სახლში ან სხვაგან. დაჯექე. პრობლემებს ნუქმნი. Aslında ახლა რომ არ წავიდე ვიჩხუბებთ. მელეკ, sen rahat აქ ვერ გავჩერდები ბურაკ. ჯობია წავიდე. თქვენ მშვიდად გააგრძელეთ ფლირტი. hoşça kalmak. ნახვამდის მერთ. ნახვამდის. მელეკ, რა სისულელეა? როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი? თუ წასვლა გინდა წადი. რა საკეთებ? მელეკი მართალია. რატომ უყურებს სხვა გოგონებს? შენც ამას მეუბნები? ო, მელეკი მართალია. მადლობა თქვი რომ რაღაც არ ჩაგარტყა თავში. მიდი გაყევი. ეყოფა. აზრზე მოდი, მიდი გაყევი გოგოს, მიდი. წადი.
რას მიირთმევთ? ყავას. კოფეინის გარეშე თუ შეიძლება. ახლავე. კიდევ რამე ხომ არ გინდა? არა, გმადლობ. ორი ყავა მოგვიტანე, ერთი უკოფეინო. ახლავე. რადგან უკოფეინოს სვამ ალბათ არ გინდა ძილი დაიფრთხო. ხო, ხოლ საქმე მაქვს. ადრე უნდა ავდგე. მართალი ხარ. კარგად გამოიყურები მიჰრიბან. ამდენი ინდოდა გეთქვა ამდენი ტკივილის. ამდენი უბედურების შემდეგ. ბოდიში არ მინდა და გამეხსენებინა, მაპატია. ასეა. ეს ტკივილი არასოდეს გაქრება. ხო, მართალი ხარ. მაგრამ რო ყველაფრის მკურნალია. თხოვთ? ქალბატონს უკოფეინო. გმადლობთ. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. ბაქოში დაბრუნებას ფიქრობ? ბაქოში აღარავინ დამრჩა. აქ ვაგრძელებ ცხოვრებას. ქაანის დედა, შაჰრაზადი და ბატონი ონური ჩემი მეგობრები არიან. ერთი დიდი ოჯახი ვართ. მელეკ. მერთო ჩემო. მელეკ. მელეკ, მოიცადე. რას აკეთებ? თავი მინგონია. ჩემი თანდასწრებითაც არ ერიდები არაფერს. სხვას უყურებ ჩემი თანდასწრებით. საერთოდ არ გრცხვენია. ნუ აზვიადებ, მელეკ. ეთყობა მოჩვენებები დაგეწყო. გონია ვერ ხვდები ბურაკ. გაიგე, ბრმა არ ვარ. ნუ ჯიუტობ, კლუბში დავბრუნდეთ, წამოდი. არ ჯიუტობ. შენ დაბრუნდი, ის გოგო არ გაგექცეს. წადი. მომისმინე მელეკ, უკვე ძალიან მომაბეზრე თავი. ამათ უყურეთ, შეხედეთ. ლეილი და მაჯნუნი. ცდები თუ მართლა ჩხუბობენ. მერთო ჩემო. თქვენ რა მართლა ჩხუბობთ? ჩახტაი? ო, ჩაღათაი. ბრავო, არ დაგვიწყებია. ბარიდან წაყვანილი ყველა კაცის სახელი ასე კარგად გახსოვს? არ დაგვიწყებია. ნადირალა. რას ამბობ იდიოტო? ბურაკ ინჯეოღლო. გმირი. მოკლა ვიცოდე. ვერ გაბედავ. მოდი აქ, მოდი, მოდი. ბურაკ გაუშვი. ბურაკ გეყოფა. ბურაკ, თავი დაანებე. გეგონა იმ ამბავს შეგარჩენდი? დაანებე. ბურაკ, თავი დაანებე. გაუშვი. ეს რა გააკეთე, რა ჩაიდინე? გაუშვით. მოდი აქ. ხეცო გაუშვი. გეყოფათ. არავინ არ არის. მიშველეთ. დამეხმარეთ. ხომ გითხარი არ გაცოცხლებ მეთქი? გთხოვთ. მე შენ. რა სიზამ? გეგონა შეგარჩენდი? ბურაკ, 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 დაგვეხმარეთ. დამშვიდით მეგობრებო, არ გინდათ? დაიშალეთ. ბურაკ. დაიშალეთ. კარგი მეგობრებო, არ გინდათ? გთხოვთ. მეგობრებო. ნუ იღებთ. ნუ იღებთ. თქვენ ნუ იღებთ. ნუ იღებთ მეგობრებო. ბურაკ. ნუ იღებთ. როგორ ხარ? ნუ იღებთ. ნუ იღებთ მეგობრებო. წამოდი. ძალიან გტკივა. მოდი, მოდი. ნილოფერ, რატომ არ გადმოდიხარ? აქ უნდა დამტავა? არა, შენს მასწავლებლებს დაველაპარაკები. წამოდი.
გადმოდი. გმადლობ. გემრიელად მიირთვით. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ ქალბატონო შახრაზად? არა, დიდი მადლობა გულჯან. გმადლობ. კარგად გეძინათ? არა, ჩვეულებრივად. დიდი ხანია ასე მშვიდად არ მიძინია. ძალიან მიხარია. დედა, ჩვენ მზად ვართ და სკოლაში მივდივართ. ყოჩახ, წასვლამდე ბებიას აკოცებ? ახლავე. მეც გაკოცებ. ნახვამდის ქალბატონო ფერიდე. ნახვამდის. ნახვამდის მიქრებან. ნახვამდის დედიკო. შაჰრაზად, ხელს ხომ არ გიშლით? რას გულისხმობთ? საქმეები გაქვს. თუ გინდა ახლავე წავიდეთ. არა, ქალბატონო ფერიდე, დილით საქმე არ მაქვს. შეგვიძლია მშვიდად დავლიათ ჯაი. კარგი. გმადლობ, რომ თქვენი ბედნიერების თანაზე არი გამხადე. ჩემი ცუდი დამოკიდებულების შემდეგ არ მეგონა თუ ასე კარგად მომექცეოდი. შეგეძლო საერთოდ არ დაგეთმო ჩემთვის ყურადღება. არავინ არ დაგძრახავდა, მაგრამ საოცრად თავაზიანი ხარ. რას ამბობთ, ქალბატონო ფერიდე? ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ყველაფერი გავარკვიეთ. ხო, მაგრამ ეს ალბათ ადვილი არ იყო. ხომ იცით, ამბობენ, რომ ადვილად მოპოვებული სიყვარული დიდხანს არძლევს. ბატონმა ონურმა იზმირში უკვე მოაგვარა საქმეები. იზმირში რა საქმე გვაქვს? იზმირში წავიდა. მოიცადა. რატო? არ ვიცი, შახრაზაც უთხრა იზმირში საქმე მაქვსო. ონურს იზმირში სასწრაფო საქმე არ ქონდა? საინტერესო რატომ წავიდა? მეტად რა ხდება? თქვენ ქალბატონი ნილის ახლობელი ხართ? ქალბატონი ნილი ჩემი ძველი მეგობარი იყო. დიდი ხანია არაფერი ვიცოდი მის შესახებ. მესმის. ვიზიარებ თქვენს მსახურებას. გმადლობთ. სამწუხარო ამბავი მოხდა. ორი ახალგაზრდა ადამიანი ავარიაში დაიღუპა. გავიგე რომ ავარიის დროს მეუღლესთან ახლდა. არა. როგორც ვიცი, მეუღლეს დიდი ხნის წინ გაშორდა. ავარიის დროს მეგობართან თეომანთან ერთად იყო. ყოფილ მეუღლეს იცნობდით? არა, არ ვიცნობდი, არასოდეს მინახავს. როცა ქალბატონ ნილს არ ეცალა, მშობელთა კრებაზე ბატონი თეომანი მოდიოდა. ნილუფერის სწავლას დიდ ყურადღებას აქცევდა. თქვენ როგორ შეიტყვეთ ბატონო ონურ? ბატონი თეომანის ძმა. ბატონი ჰაქანი მოვიდა ჩემთან. იმას შემატყობინა. ალბათ ნილუფერიც მან მოიყვანა. დიახ. ქალბატონი ნილის რომელიმე ახლობელს ან ნათესავს ხომ არ იცნობთ? სამწუხაროდ არა. შეიძლება ქალბატონი ნილის მისამართი მითხრათ. რა თქმა უნდა, სამორზანდით. ნახვამდის. ნახვამდის. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. ძირფასო რა კარგია რომ მოხვედი. ბატონი ონური არ დაბრუნებულა. ვურეკავ, მაგრამ ტელეფონი გამართული აქვს, ალბათ შეხვედრაზეა. ალბათ. საკითხებზე არ წავიდეთ? დაჯექი რა მეტალია. მოვემზადები და წავიდეთ. კარგი. ახლა ვისთან ცხოვრობ? დედას ძველ მეგობართან. სად? სტამბოლში. რატომ მიდიხარ? ბები ამბაბო არ ყავს? არა, ორივე გარდაიცვალა. სკოლაში აღარ დაბრუნდები? არ ვიცი. ზოხანდელის მერე ძალიან შეშუპებულა. ფრთხილად, მტკივა. ნუ ინაზები. ძალიან მტკენ, ასე ნუმაწვევები. მადლობა თქვენ რომ მარტივად გადარჩი. უარესი რა უნდა მომხდარიყო? არ ვიცი. სიმართლე გითხრა დაიმსახურე. თან გააჩერე. ასე ნუ მელაპარაკები. აღარ დაგელაპარაკები, მაგრამ ნუ მაგიჟებ. ძალიან ეჭვიანი ხარ. შენ კი ძალიან მექალთანი ხარ.
თუ ჩემთან ყოფნის და სხვა გოგონებს კიდევ დაუწყებ არ შეყობა, ჩაღათაის და მის კაცებს არ დაუსწრი უარეს დღეში ჩაგაგდებ. დარწმუნებული ვარ მაგასიზამ. პანტერასავი დააცხრი ადამიანებს. ის კაცი როგორც ცემენ, მერტო ჩემო. მოიცადე, მშვიდად იყავი, გაჩერდი. ვერ გავჩერდები. არ მიგვატო, არ დახვიდე ნილუფერ. ნილუფერ, მეგობრებს დაემშვიდობე და წავიდეთ. ნახვამდის, Güle güle. ნახვამდის, ნახვამდის. Güle güle. Güle güle Nilüfer. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი